საღამო მშვიდობისა. Reopen Mediis ეთერში ქართულენოვანი ახალი ამბების დროა და მე ანა ტანდარიანი გახლავართ. სომხეთსა და საქართველოს შორის კონიაკის ტრანზიტის თემაზე მოლაპარაკებები გრძელდება. სომხეთის ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანი რომში გაერო სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის კონფერენციის ფარგლებში შეხვდა საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრს დავით სონღულაშვილს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ტერიტორიის გავლით კონიაკის ტრანზიტის საკითხი, კერძოდ პროცესის დაჩქარების შესაძლებლობები. სომხური მხარის ცნობით ბოლო თვეებში ქართულმა მხარემ ბარიერები შექმნა სომხური კონიაკის რუსეთისკენ ტრანზიტის პროცესში. სომხური კონიაკი დატვირთული მრავალი სატვირთო ავტომობილი გაჩერებული იყო საქართველოს მიმართულებით სასაზღვრო განმშვიდ პუნქტში. აღინიშნება, რომ ექსპორტისათვის განკუთვნილი სასმელი ექსპერტიზის ჩატარების მიზეზი დღეების და კვირეების განმავლობაში აჩერებდნენ საქართველოში. პრობლემების გამო სომხეთში არაერთი აქცია გაიმართა საქართველოს საელჩოსთან, რომელშიც მონაწილეობდნენ კონიაკის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები. 23 ივნისს სომხეთის ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანი და სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარე ედუარდ ჰაკობიანი მივლინებით გაემგზავრნენ საქართველოში, სადაც შეხვდნენ ყოფილ საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგარ განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს დავით სონღულაშვილს და შემოსავლების სამსახურის უფროსს ირაკლი ბერაიას. თბილისში გამართული მაღალი დონის მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ გეზის საბაჟო ტერმინალიდან 55 სომხური კონიაკი დატვირთული სატვირთოს გამოუშვებდნენ. მხარეები ისევე შეთანხმდნენ, რომ მომდევნო 7 დღის განმავლობაში დამატებითი 72 სატვირთო მანქანა გაივლის საზღვარს, რასაც კიდევ 24 მანქანის ეტაპობრივი გაშვება მოყვებოდა. გევორგ პაპოიანმა ასევე განაცხადა, რომ პირველიდან 29 ივნისამდე ქართულ-რუსულ საზღვარი გადაკვეთა და რუსეთის ტერიტორიაზე შევიდა სომხური კონიაკი დატვირთული 106 სატვირთო მანქანა, მათ შორის 19 ბოლო 3 დღის განმავლობაში. ემანუელ მაკრონმა ნიკოლ ფაშინიანს მხარდაჭერა გამოუცხადა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბრის შესახებ სომხურ ენაზე გამოაქვეყნა პოსტი. არსებული ინფორმაციის თანახმად სატელეფონო საუბრის დროს მაკრონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა ფაშინიანის მიმართ აზერბაიჯანთან მშვიდობის დამყარებისა და თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზების საკითხებში მისი გამბედაობისათვის. მაკრონის თქმით, მშვიდობა და ღია საზღვრები მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება მთელი რეგიონისათვის და მაგალითი მის საზღვრებს გარეთაც. სომხურ საზოგადოებაში ბევრი აღნიშნავს იმ ნაწილს, სადაც მაკრონმა გამოხატა საფრანგეთის სოლიდარობა სომხეთში დემოკრატიის დესტაბილიზაციის მცდელობისათვის. ოპოზიციამ საპასუხოდ განაცხადა, რომ საფრანგეთი ხელს უწყობს სომხეთში ფორმირებად ავტორიტარულ სისტემას. სომხეთის და ევროკავშირის შორის ურთიერთობები ღრმავდება. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასისა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის არარად მირზოიანის ერთობლივ პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომლებიც სომხეთ-ევროკავშირის თანამშრომლობის ახალ ეტაპს აღინიშნავს. სომხეთი და ევროკავშირი აგრძელებენ ურთიერთობების განმტკიცებას უფრო ღრმა და დარგობრივ პარტნიორობისკენ სვლით. შეხვედრაზე ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც განსაზღვრავს სომხეთის რესპუბლიკის მონაწილეობის ჩარჩოს ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში, რაც ადასტურებს მხარეთა მზადყოფნას გააფართოვონ ერთობლივი დღის წესრიგი. აღინიშნა, რომ ასევე დასრულდა მოლაპარაკებები პარტნიორობის ახალი დღის წესრიგის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ყოვლის მომცველი და გაფართოებული თანამშრომლობის დოკუმენტის ეფექტიან განხორციელებას. კაია კალასმა თავის მხრივ განაცხადა, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს სომხეთის და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას, რომელიც ეფუძნება ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის პატივისცემისა და საზღვრების ურღვეობის პრინციპებს. კალასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრიუსელი კმაყოფილია სომხეთ-აზერბაიჯანის ორმხრივ მოლაპარაკებებზე მიღწეული წარმატებით, რაც გზას უხსნის რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის დამყარებას.
ევროკომისიამ სომხეთთან ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაზე წინადადება დაამტკიცა. ერევანში მყოფმა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ ისინი სომხეთთან წინ მიიწევენ ვიზა ლიბერალიზაციის დიალოგში. მისი თქმით, კომისიამ დაამტკიცა თავისი წინადადება ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმისთვის. კალასმა აღინიშნა, რომ როგორც კი ყველა პირობა შესრულდება და ეს პროცესი დასრულდება, ის სომხეთსა და დანარჩენ ევროპას კიდევ უფრო დაახლოვებს. კალასმა ასევე აღინიშნა, რომ სომხეთი და ევროკავშირი ასე ახლოს არასდროს ყოფილან. არარად მირზოიანი რუსი კოლეგას განცხადებას ეხმაურება. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარად მირზოიანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომ სომხეთში არ მიმდინარეობს ხელისუფლების ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ. მირზოიანის თქმით, ეს არის სამართლებრივი პროცესი და სომხეთის რესპუბლიკის შიდა საქმე. მირზოიანმა ასევე დასძინა, რომ ბატონ ლავროვს აჯობებს არ ჩაერიოს სომხეთის რესპუბლიკის შიდა საქმეებსა და შიდა პოლიტიკაში. მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს სომხეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ეს მეზობლების შიდა საქმეა, მაგრამ 1000-წლოვანი სომხური სამოციქულო ეკლესიაზე თავდასხმები სერიოზული შეშფოთების საფუძველია. შეგახსენებთ, რომ გასულ პარასკევს სომხეთის სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს შირაქის ეპარქიაში, შემდეგ კი ეწვივნენ სომხური ეკლესიის წმინდა ეჩმიածინის დედა ტაძარს, რათა დაეკავებინათ ეპარქიის წინამძღვარი მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაპაჰიანი. შეკრებილები რამდენიმე საათის განმავლობაში არ აძლევდნენ მათ ამის უფლებას. შემდგომ კი მთავარეპისკოპოსი საგამოძიებო კომიტეტში თავად გაემგზავრა. მოსამართლეების გადაწყვეტილებით მთავარეპისკოპოსი აჯაპაჰიანი 2 თვით დააკავეს. საგამოძიებო კომიტეტი შირაქის ეპარქიის წინამძღვარს ბრალს დებს მასმედიის საშუალებით ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა და კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი დამხმობისაკენ საჯარო მოწოდებების მუხლით. აჯაპაჰიანი კი ბრალდებას არ აღიარებს. სომხეთის ხელისუფლებისა და ეკლესიის შორის საჯარო დაპირისპირებები გრძელდება. ნიკოლ ფაშინიანმა საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა, რომ სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ყველა დაქორწინებული მღვდელი მისი ძმაა, რადგან ისინი არ ატყუებენ არც ხალხს და არც ღმერთს. სომხეთის პრემიერ-მინისტრი წერს. რა თქმა უნდა, ისინი უნაკლონი არ არიან, მაგრამ მე თვითონაც არ ვარ უნაკლო. ნაკლოვანებების ქონა ერთი საქმეა, ხოლო ღვთის წინაშე ნებაყოფლობით აღებული უქორწინებლობის აღთქმის დარღვევა და ამით ეკლესიის შევილწვა სულ სხვა საქმეა. ამ პოსტიდან რამდენიმე წუთში მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც ღვთის ერთ-ერთი მცნება, იცრუება და ასათაურა. ჩვენ არ ვერევით სომხეთის შიდა საქმეებში. მორიგი განცხადება რუსეთიდან სომხეთის მოვლენების შესახებ. რუსეთის პრეზიდენტის პრეზმდივანმა დმიტრი პესკოვმა კომენტარი გააკეთა სომხური სამოციქულო ეკლესიის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე და განაცხადა, რომ უპირველეს ყოვლისა ეს სომხეთის შიდა საქმეა. პესკოვმა განაცხადა, რომ ისინი არანაირად არ ერევიან სომხეთის შიდა საქმეებში. მისი თქმით, სომხეთი რუსეთისათვის ძალიან ახლობელი ქვეყანაა და არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ რუსეთის ფედერაციაში რამდენიმე მილიონი სომეხი მოქალაქე ცხოვრობს, რომლებიც ტკივილით ადევნებენ თვალყურს მიმდინარე მოვლენებს. დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ბევრი არ ეთანხმება მოვლენების განვითარებას და დაადასტურა, რომ ისინი აკვირდებიან სიტუაციას, თუმცა არ ერევიან. აზერბაიჯანის პარლამენტმა ბოიკოტი გამოუცხადა მოსკოვში დაგეგმილ საპარლამენტო სხდომას. აზერბაიჯანის პარლამენტის დელეგაციამ პირველი ვიცე-სპიკერის ალი ახმედოვის ხელმძღვანელობით უარი თქვა აზერბაიჯანსა და რუსეთის შორის საპარლამენტო თანამშრომლობის 23-მე სესიაში მონაწილეობაზე, რომელიც მოსკოვში უნდა გამართულიყო. ეს გადაწყვეტილება ეკატერინბურგში ჩატარებული ძალოვანი სპეცოპერაციის შემდეგ მიიღეს, რომლის დროსაც დაშავდა და დაიღუპა აზერბაიჯანის ათეული მოქალაქე. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 28 ივნისს საჯაროდ მოითხოვა რუსეთის ხელისუფლებისგან დეტალური გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა.
ბაქომ ასევე გააუქმა რუსეთის ვიცე-პრემიერის ალექსეი ოვერჩუკის ვიზიტი, რადგან რუსეთის მხრიდან ნებისმიერი ოფიციალური პირის ვიზიტს არაგონივრულად მიიჩნევს. ეკატერინბურგის მოვლენების ფონზე აზერბაიჯანში შეჩერდა რუსული მხარის მონაწილეობით დაგეგმილი კონცერტები, ფესტივალები და სპექტაკლები. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ეკატერინბურგში აღიკვეთა ეთნიკური დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობა, რომელსაც კავშირი აქვს 2001-2010 და 2011 წლებში ჩადენილ მკვლელობებთან, თუმცა დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ უწყებას დეტალები არ გაუსაჯაროვებია. მომხდარს ბაქოში მძაფრი პოლიტიკური და საზოგადოებრივი რეაქცია მოჰყვა. აზერბაიჯანის პოლიციის თანამშრომლები ოპერაციას ატარებენ სპუტნიკ აზერბაიჯანის ოფისში. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობები გაუარესდა. თებერვალში ბაქომ დახურა რუსული კულტურის ცენტრი რუსული სახლი, მაისში კი აზერბაიჯანელი დეპუტატი აზერ ბადამოვი მოსკოვის აეროპორტში დააკავეს და ქვეყნიდან გააძევეს. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გამოაქვეყნა სპეციალური სახელმძღვანელო არაბრიტანული ბიზნესისათვის, რომლებიც საქმიანობენ საქართველოში, სომხეთში, ყაზახეთში, უზბეკსა და ყირგიზეთში. დოკუმენტის მიზანია დაეხმაროს ადგილობრივ ბიზნესებს გაიგონ დიდ ბრიტანეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და აუხსნან, როგორ შეიძლება ამ სანქციების დარღვევამ გავლენა მოახდინოს მათ ბიზნეს ოპერაციებზე, მათ შორის დიდი ბრიტანეთის ფარგლებს გარეთ. დოკუმენტი, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის პორტალზეა ატვირთული, განსაზღვრავს პრაქტიკულ ნაბიჯებს და კონკრეტული მაგალითების გამოყენებით განმარტავს, თუ რა ითვლება სანქციების გვერდის ავლის დახმარებად. ასევე ნათლად არის ნათქვამი, რომ ყველას, ვინც რუსეთს სანქციების გვერდითავლაში დაეხმარება, თავად დაეკისრება სანქციები. საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტზე ნათქვამია, რომ ახალი სანქციების სახელმძღვანელოს მიზანია საქართველოში ბიზნესის მხარდაჭერა. ის განსაზღვრავს საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის კანონებს, რომლებიც სანქციებთან არიან დაკავშირებული და განსაზღვრავს პრაქტიკულ ნაბიჯებს ბიზნესისათვის, რათა თავიდან აიცილონ სანქციებთან დაკავშირებული რისკები და დაეხმარონ მათ შესრულებაში. ეს იყო ყველაფერი, რისი მოყოლაც გვინდოდა დღეისთვის. მადლობა ყურადღებისთვის.